გზა ილიას სახელმუზეუმს, ილიას ადგილებსა და ილიაუნის შორის არის ალბათ ის რაღაცა თაობებს შორის უწყვეტობა, რაც ყველაზე მეტად აცოცხლებს იმას, რასაც ერქვა საქართველოში ილია ჭავჭავაძის საქმე. რა ქნა ილიამ? ილიამ შექმნა ახალი მართვის ადმინისტრების გამგებლობის და საკუთარი იდეების გავრცელების ადგილები. იმ ადგილებშიც კი, სადაც ვერ მიწოდა ილიას რეფორმა. იქაც კი გააჩინა პატარ-პატარა ადგილები. რატომ? იმიტომ რომ იქ ადამიანებში ცოცხლობდა ეს იდეა. წარმოიდგინეთ, რომ პარალელური საქართველოს შეიქმნა. გაცნობთ საუკუნის საქართველოს რომ ვუყურებთ ჩვენ წმინდებით იმაში, რომ ეს ისტორია სხვა არაფერია თუ არა აუდიტორიებში, სემინარის კედლებში, სკოლებში, გაკვეთილებს შორის, მუზეუმის ეზოებში, მუზეუმების მიღმა, ქალაქის ქუჩებში, ქალაქის პარკებში, წიგნის მაღაზიებში, წიგნის მაღაზიების მიღმა, უკმეთრებზე მიდია დისკუსიები, რომელმაც მოიტანა საბოლოო ჯამში, ჯერ ქართლის საავტოკომპანია, შემდეგ პირველი ქართული უნივერსიტეტი და პირველი ასე ვთქვათ, ქართული რესპუბლიკა. მე დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად იპოვის ეს საზოგადოება, აი ასეთ ვირტუალურ, არავირტუალურ სივრცეებს, როგორიც არის თქვენი ინიციატივა თანამედროვე დროება და გაავრცელებს იდეებს, რომლის ირგვლივაც ყველა შემოიკრიბება.